მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო თანამოქალაქეებო. ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ ერთ გადამწყვეტ დღემდე ცოტა ხნით ადრე მინდა მოგმართოთ და გითხრათ, როგორი მნიშვნელოვანი ხართ თითოეული თქვენგანი ჩვენთვის, ჩვენი გუნდისთვის, ქართული ოცნებისთვის, რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეებზე ზრუნვა და კეთილდღეობა ყოველთვის იყო, არის და იქნება მთავარი პრიორიტეტი. მინდა მივმართოთ ჩემს ძვირფას აფხაზეთელებს, რომლებიც დროებით მოწყვეტილი არიან მშობლიურ კუთხეს, ჩვენი სამშობლოს განუყოფელ ნაწილს, ჩვენ აფხაზეთს. სხვებზე უკეთესად თქვენ იცით, როგორ ზრუნავს საქართველოს ხელისუფლება, რომ არასოდეს იგზნოთ თავი უცხოდ. გქონდეთ ყველანაირი პირობა, რომ იცხოვროთ ღირსეულად. გქონდეთ სრულყოფილი ჯანდაცვა, განათლება. რა თქმა უნდა, მარტივი არ იყო თითქმის არაფრიდან ყველაფრის შექმნა და ჯერ კიდევ არსებობს ხარვეზები, მაგრამ არ არსებობს დღე, როცა ჩვენ თქვენზე და თქვენთვის არ ვფიქრობთ. ვგეგმავთ და ვახორციელებთ არაერთ პროექტს იმისთვის, რომ ვიდრე ჩვენს აფხაზეთში დავბრუნდებით, დანარჩენ საქართველოში იგზნოთ თავი მშობლიურად. ჩვენი აფხაზეთში დაბრუნების და ჩვენ აფხაზ ძმებთან და დებთან შერიგების შანსი კი შეიძლება ნებისმიერ დროს გაჩნდეს. უკვე დიდი ხანია დადგა ამის დრო და ახლა მით უფრო, როცა ხელისუფლებაში ისეთი პოლიტიკური ძალაა, რომელსაც ქვეყნის მშვიდობიანად გამთლიანება სურს, რომლის მიზანიც მტრობი დაანგრეულის სიყვარულით აღდგენა და გაერთიანებაა. თითოეული ჩვენგანის როლი კი ამ ყველაფერში სწორი არჩევანის გაკეთება და ხელშეწყობაა სწორედ იმისთვის, რომ ჩვენ საერთო სურვილს უფრო და უფრო დაუახლოვდეთ. ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით, რას ნიშნავს ომი, სისხლის ღვრა. ბევრმა ჩვენგანმა დაკარგა ოჯახის წევრი, მეგობარი, ახლობელი, მათ შორის მე, ჩემი ოჯახით თქვენთან ერთად გამოვიარე ის ტრაგედია, ტკივილი, რომელიც საქართველოში აღარასოდეს უნდა განმეორდეს. ჩვენ ყველაზე კარგად გვესმის მშვიდობის ფასი. მხოლოდ მშვიდობით უნდა დავბრუნდეთ ჩვენს აფხაზეთში. იქ, სადაც ჩვენი ფესვებია, სადაც დღემდე ჩვენი ძალიან ბევრი ახლობელი ცხოვრობს და გველოდება. მშვიდობის უზრუნველყოფა კი ამ ქვეყანაში ქართულმა ოცნებამ შეძლო და მშვიდობითვე აუცილებლად გააერთიანებს საქართველოს. დიდ დროს წაიღებს იმაზე საუბარი, რა გააკეთა ქართული ოცნების ხელისუფლებამ ბოლო 12 წლის განმავლობაში. ფაქტია, თქვენ თითოეულმა ჯანსაღად მოაზროვნე, კეთილსინდისიერმა მოქალაქემ არაერთხელ უთხარით უარი შუხს და უპერსპექტივობას და დარწმუნებული ვარ, გამონაკლისი არც ახლა იქნება. როდესაც არჩევანი ჩვენი ქვეყნისთვის, მისი განვითარებისთვის, მშვიდობისა და თქვენი კეთილდღეობისთვის არის გასაკეთებელი. ყველა ხმას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, მათ შორის პირველ რიგში იმისთვის, რომ მშვიდობით დავიბრუნოთ ერთმანეთი და გამთლიანებულმა ღირსეულად გავაგრძელოთ გზა ევროპისკენ. მნიშვნელოვან გზაგასაყარზე ვდგავართ და მხოლოდ ჩვენი გადასაწყვეტია, სად მივდივართ და როგორ. ჩვენ ვირჩევთ ერთმანეთს და ეს ახლა ისეთი რეალურია, როგორც არასდროს. ჯერა, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი გონივრული და გააზრებული გადაწყვეტილებით საქართველო გაიმარჯვებს. გაიმარჯვებს იმისთვის, რომ უფრო დიდი გამარჯვებისკენ, ერთიანი საქართველოსკენ წავიდეს.